ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეას სიჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამოშვიდობისა. 2009 წლის ივლისში ყველასთვის ცნობილ YouTube-ზე ვიდეო რგოლი აიტვირთა, სადაც კარგად ჩანს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები როგორ ექცევიან მოქალაქეს მეტროს ვაგონში. სამყარო კადრებიდან ჩანს, რომ სამართალდამცავების ქმედება მოქალაქეს ბრალეულობის შემთხვევაშიც კი კანონთან შესაბამისობაში ნამდვილად არბოდის. ერთი კვირის წინ კი როგორც მაყურებელმა უკვე კარგად იცის, სააგენტო ინტერპრეს ნიუსმა საზოგადოებას ძმები ლუტიძეების დაკავების ამსახველი ვიდეო რგოლი შესთავაზა, რომლის შემდეგაც დამნაშავეებად დაკავებული ძმები სააპელაციო სასამართლოს უდანაშაულოდ ცნო. სამინისტრომ კი დისციპლინარული გადაცდენისთვის თანამშრომლები გაათავისუფლა, მაგრამ ბინარიანის თანამშრომლები დღემდე უცნობი რჩება. პარალელურად მთელი წლის განმავლობაში საზოგადოება სხვადასხვა გამოკითხვებს ისმენს იმაზე, თუ როგორ ენდობიან ძალოვანებს მოქალაქეები. და მაინც ეკადრებათ თუ არა 82%-იანი ნდობის რეიტინგის მქონე სამართალდამცავებს ასეთი ხშირი დისციპლინარული გადაცდომები. აყენებს თუ არა ეს ფაქტები ზიანს ხელისუფლებისთვის საამაყო სისტემას და ბოლოს ამართლებს თუ არა ქართული პოლიცია საყოველთაოდ ცნობილ სლოგანს „მადლობა პატრონს“. ამ თემებზე ერთმანეთის პირისპირ ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები ეკა ბესელია და კეთი გაბიანი საუბრებენ. მე ვარ თეა სიჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან კოალიცია ევროპული საქართველოსთვის საბჭოს წევრი ქალბატონი კეთი გაბიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობა უკანონო პოლიტპატიმრებს ეკა ბესელია. საღამოშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. ჩვენ საუბრობთ ერთ-ერთ ხელისუფლება, როგორც აცხადებს და არა მარტო ხელისუფლება, გამოკითხვების მიხედვით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინსტიტუტზე, პოლიციაზე და იმ ფაქტებზე, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ ხშირად იხილება და არის მსჯელობის საგანი სოციალურ ქსელებში. მოდით, ბოლო მოვლენიდან დავიწყებთ. მართალია ეს არ არის ახალი ვიდეო რგოლი, ის დაახლოებით 2 წლის წინ იქნა გადაღებული მეტროში. მოდით, მე ჩემს სტუმრებსაც შევთავაზებ ამ ვიდეო რგოლს და მაყურებელმაც რომ იცოდეს რაშია საქმე. ეს არის ვიდეო რგოლი, რომელსაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ, მეტროში გადაღებული ვიდეო რგოლი, სადაც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებისა და ერთ-ერთი მოქალაქის დამოკიდებულება არის ასახული. თქვენ კადრში ხედავთ ამას. არ ვიცი, ეს ვიდეო რგოლი მოხდა თუ არა სამართალდამცავი ორგანოების ხელში, მოყვა თუ არა იმას რაიმე რეაგირება თავად უწყების და ხელმძღვანელების მხრიდან. აქ კარგად ჩანს მოქალაქე, რომელიც კუთხეში არის მიმწვდეული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დასკვნები ალბათ თავად საზოგადოებამ თვითონ უნდა გამოიტანოს და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზედაც ჩვენ გადაცემაში ვისაუბრებთ. გარდა ამისა, საზოგადოებას კარგად ახსოვს დაახლოებით 1 კვირის წინ ძმები ლუტიძეების შემთხვევა, როდესაც ისინი ზანდუკელის ქუჩაზე, გონივრული ეჭვის საფუძველზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. შემდეგ მოხდა მათი, ესე ვთქვათ, გადაყვანა საქალაქო სასამართლოში მათ შეეფარდა ესე ვთქვათ სასჯელი დაეკისრათ 400 ლარიანი ჯარიმა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც კი პრესაში და მედიაში განსაკუთრებით ეს პირველი გახმოვდა ინტერპრეს ნიუსის მიერ და საგამომცემლო სახლ პალიტრამ გაავრცელა ეს ინფორმაცია, გაზეთ პალიტრაში მოხდა შესაბამისი ფოტო სურათები. ამ ფაქტების წარდგენის შემდეგ საქალაქო სასამართლომ უკვე უდანაშაულოდ ცნო ძმები, მოუხსნა მათ ბრალეულობა და გაათავისუფლა ისინი. ეს ორი შემთხვევა და ეს არ არის მხოლოდ ორი შემთხვევა, არის რამდენიმე ფაქტები, რის გამოც ჩვენ, რადგანაც საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი ნდობით სარგებლობს ეს ინსტიტუტი, რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, კინეულად რეაგირებს თითოეულ ფაქტზე, რომელიც ესე ვთქვათ, გადაცდომას წარმოადგენს ამ უწყებისთვის. მოდით დავიწყოთ ამ ფაქტების მხრიდან, ამ ფაქტებიდან გამომდინარე საუბარი. ქალბატონ კეთი, მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. რამდენად ხშირია ხოლმე ესეთი ვთქვათ გადაცდომები და აყენებს თუ არა ესეთი გადაცდომების ზიანს იმ სტრუქტურას და იმ სისტემას, რომელზედაც ესე ვთქვათ, უნდა იყოს დამყარებული, ესე ვთქვათ, ადამიანის უფლებები პირველ რიგში, უფლებების დაცვა პირველ რიგში. მოგესალმებით. პირველ რიგში მე შევასწორებდი თუნებას. კი ბატონო. შევასწორებდი, უნდა იყოს დამყარებული თქვენი ნათქვამს, არის დამყარებულს. ანუ რეალურად დღეს ჩვენ გვყავს პოლიცია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ დღეს შეგვიძლია ნორმალური ცხოვრება ამ ქვეყანაში. ყველას გვახსოვს და არ გვინახა ისტორიაში აღარ გადავალ, უბრალოდ გახსენებაც კი უხერხულია რა პოლიცია ყავდა ჩვენ აქამდე და რა პოლიცია ყავს ჩვენ ახლა.
ის რო ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ყველაზე უფრო წარმატებული პროექტი, რომელიც საერთოდ განხორციელდა დამწერლობის განმავლობაში და ჩემის არა მარტო სუბიექტური დამოკიდებულება, არამედ ობიექტურად ესენი არიან ადამიანები, არა მხოლოდ არის როგორც იტყვიან ხოლმე რუსების სალდაფონები და მექანიკური რაღაცა მანქანები, რომლებიც საქმეს აკეთებენ, რომელსაც დაავალებენ, არამედ ეს არიან ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანები. მე პირადად მქონია არაერთხელ შემთხვევა, როდესაც ურთიერთობა ამ ადამიანთან როგორ გითხრათ, ქალაქში გადიხარ და როიცი მე ჩემს შვილს 18 წლის ულამაზეს გოგოს, რომელსაც ღამით 11 საათზე 12 საათზე ვეუბნები, რომ დედა ტაქსში დაჯექი და სახლში მოდი, მე კი არ ვაკითხავ. უბრალოდ აზრი არ მიშლება იმის, რომ რაღაცა შეიძლება მოუვიდეს და მათი ეს ბებიები რომ მეუბნებიან ხოლმე, რომ როგორ შეიძლება ესე გვიან ბავშვი სახლში მოდიოდეს ესეთი გოგო. მე ვეუბნები, რომ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი პოლიცია ყავს. მართლა გეუბნებით, აი არ ვაჭარბებს, ახლა ჩვენ ისეთი პოლიცია ყავს, რომ არაფერი პრობლემა არ არის და ანუ შიში ის რა ჩვენ გვქონდა წლების განმავლობაში იმ საშინელ პერიოდში რომელიც ჩვენ აქ გავიარეთ ეს შიში მადლობა ღმერთს გამქრალია და მადლობა ღმერთს ჩვენ გვაქვს იმედი იმისი რომ ჩვენ გვყავს ადამიანები რომლებიც ჩვენ გვიცავენ ანუ გადამხდელის უფლება ყველა ვიხდით აქ იმას ხო რა ქვია გადასახადებს ჩვენი უფლება ამ მხრივ ყოველ შემთხვევაში სხვა მხარებს და კარლობარგოს არის დაცული. რა შეიძლება გადასცემ? დიახ, აი თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ თქვენ მშვიდად ხართ, როცა თქვენი შვილი გადის ქუჩაში, როდესაც თქვენი შვილი გვიანობამდე დაუშვათ არ ბრუნდება გარკვეული მიზეზების გამო და არ გექმნებათ შიში, რომ მას შეიძლება რამე დაემართოს ქუჩაში, როდესაც იც ბრუნდება სახლში, მაგრამ აი მაგალითად ძმები ლუტიძეების მშობლებს არც მათ ჰქონდათ ალბათ შიში, როდესაც მათი შვილები აი ესე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აღმოჩნდნენ საპყრობილეში, შემდეგ ისინი გაასამართლეს, ბრალი დასდეს და აღმოჩნდნენ რომ საერთოდ უსამართლოდ. კი ბატონო, მოხდა. ამაზე მინდოდა გამეგრძელება. კი ბატონო, ისმენთ. ანუ ნებისმიერ სისტემას, სხვა ჩვენს გუშინ წინ ვიყავით კიდე ერთ-ერთ გადაცემაში, იქაც ვამბობდით იგივეს, არა მარტო მე, არამედ დანარჩენი. ნებისმიერ სისტემას აქვს რაღაცა სტომილები. იმაზე რომ ჩვენ ავაწყოთ რაღაც იდეალური ან სახელმწიფო სისტემა, ან პოლიცია, ან სამხედრო, ან ამ შემდეგ ჩვენ მოდი ვიოცნებობთ, იმიტომ რომ ჩვენ პლანეტაზე, მე ვლაპარაკობ მარტო საქართველოს, პლანეტაზე შეუძლებელია შენ აბსოლუტურად იდეალური და იდეალურთან მიახლოებული სისტემა აწყო. ანუ რაღაცა სტომილებები, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის, არა მარტო არამედ სხვაგან. მაგრამ მე ყოველთვის ხას ვუსვარ, რომ თანაფარდობა ამ სტომილებების და იმ სიკეთის და იმ, როგორ გითხრათ, თავდაჯერებულობის, საკუთარი თავის პატივისცემის, რომლის გამოც ეს პოლიცია ჩვენ გვაქვს და რომლის გამოც ჩვენ ამ პოლიციას პატივისცემთ და გვიყვარს. მართლა ვიძახი ხა, არ არის ეს ლიტონის სიტყვები, დამერწმუნებით თქვენი ახლობელიც ალბათ ძალიან ბევრი იქნება ისეთი, ვისაც უხარია, რომ აი ესეთი ქვეყანა, რომელსაც ესეთი პოლიცია. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენ ძალიან დიდი ნახტომი გვაქვს გაკეთებული, ძალიან ცუდი სისტემიდან, ისეთი რომ აი არ ვიცი, იმას აფერი არ ერქვა, ხო? და გადასული ვართ იმაზე, გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენ ჯერ არა ვართ რაღაცა იმამდე მიღწეული. ანუ შეცდომებისგან არც ეს სტრუქტურა არ არის დასწორებული. საერთოდ არავინ ქვეყანაზე შეცდომებისგან, არც რომის პაპი მინდა გითხრათ, არც კათოლიკოს პატრიარქი და არც დალაი ლამა. გასაგები. მოდით ქალბატონი ეკას მოსაზრება გავიგოთ ამ საკითხზე. სისტემა რომელიც შეიქმნა, რომელსაც წარმატებული ქვია, კადრები რომელიც ჩვენ ახლა ვიხილეთ, შეიძლება თუ არა ამ ორი შემთხვევის გამო, რომლისგანაც დაზღვეულია, შეიძლება არ იყოს არც დასავლური და არც ევროპული საპოლიციო სტრუქტურა. ქალბატონო ეკა. ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ესეთი გადაცდომა მოხდეს. მეთახვებით თუ არა? მთია მოგესალმებით, მივესალმები ყურებელს. მესმის რომ ქართველებს გვიყვარს სასურველის რეალობა წარმოჩენა, მესმის რომ არის საზოგადოებაში ნაწილი საზოგადოების, ვისაც აქვს განცდა, რომ ცხოვრობს დემოკრატიულ ქვეყანაში, მე ამ საზოგადოებას, ამ ნაწილს საზოგადოების უბრალოდ სამი შეცვეძახი ხოლმე. იმიტომ რომ მათ ანუ არ არის ეს დემოკრატიული თქვენ ესე გინდათ თქვა. თქვენ არ გაქვთ ეს განცდა. გეტყვით რატო მე დიდი ხანი არ მაქვს ეს განცდა. ეს განცდა არ მქონდა არც მაშინ, როდესაც არც ის პოლიციური სისტემა მომწონდა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების პერიოდში და მახსოვს მე ძალიან შეურიგებელი ვიყავი იმდროინდელი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართაც და მაშინაც ძალიან კრიტიკული შენიშვნები მქონდა, ამიტომ მე სხვა შორის ვერ დამწამებს ახლა იმას, რომ ვთქვათ, როდესმე მქონდა ესე ვთქვათ, სიმპათიაც არა უფრო ვიტყოდი, შემგუებლური პოზიცია, როდესაც პოლიცია აჭარბებდა თავისუფლებამოსილებას და როდესაც ის იქცეოდა იარაღად პოლიტიკური ხელისუფლების ხელში, მაგრამ ყველა ზღვარს გადააჭარბა ის, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში. მე განსხვავებით ქალბატონი ქეთისგან
არც ამ კადრების ნახვამდე არ ვიყავი მშვიდად, როდესაც ჩემი შვილი გადიოდა ქუჩაში, ან ახლა გადის ქუჩაში და არც ამ კადრების შემდეგ არა ვარ და დიდი ხანი არა ვარ მშვიდად, როდესაც ის გარეთ გადის საერთოდ, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან დაუცველია ქუჩაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი, განსაკუთრებით ეხლა შეიძლება ვთქვათ ლუტიძეების შემთხვევაში, მაგალითად თუ აღმოჩნდება რომელიმე ისეთი ადამიანი, რომელიც რომ გადამოწმდება მერე რომ არის ამ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი, არ შეექმნას ის პრობლემები, რაც ვთქვათ მე გავიარე ცოტა ხნის წინ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავისთავად განცდა იმისა, რომ დაცული არის თუ არა მოქალაქის უფლება, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დღეს პოლიციის ამ ტიპის ინსტიტუციის ხელს შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ არ არის დაცული და რატო არა? 22%-ი ასე არ ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ირეალური. არა ვარ უმცირესობაში, იმიტომ რომ არ არის ეს სწორი. შესაძლოა მოწონს ვინმეს და მათ შორის მეც მომწონს, როდესაც კარგი შენობები კეთდება, გამჭვირვალე, შუშებიანი პოლიციის და ხდება რეფორმირება ამ უწყებების და რა თქმა უნდა არ მომწონს ახ პოლიციის უწყებაში რომ შედიხარ და ფეხი ჩაგივარდება, იატაკი რო არ არის, ან თავში რაღაც დაგეცემა, არ მოგწონს ეს და მათ შორის მოგწონს ისიც რომ პოლიციელი კარგად ჩაცმული ხდება ქუჩაში. რა თქმა უნდა მეც ეს მომწონს, მაგრამ ჩემთვის მთავარი არის შინაარსი, ანუ იმ ფორმის იქეთ, იმ ჰიმნების იქეთ, რომელსაც გვასმენინებენ და ვთქვათ ეხა ბავშვების ეს ცნობილი ჰიმნი და ამ შემდეგ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს პოლიცია რამდენად არის გარანტი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და ასე შემდეგ. ეს ხო ერთადერთი შემთხვევა არ არის. ეს არის იმ ათასობით შემთხვევიდან ერთ-ერთი, რომელიც გახდა თია საჯარო და ამ დროს ჩვენ ვიცით მე დაგისახელებ თქვენ რამდენიმე ძალიან საჯარო ასევე ფაქტს, სადაც პოლიციელები არა ინდივიდუალურად მხოლოდ არ ღვევენ კანონს, კოლექტიურად როგორ ილაშქრებენ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და როგორ გადაიქცენ ისინი პოლიტიკური არაღა. ქალბატონიკა, ჩვენ ეხლა ზოგად შეფასებაში გადავდივართ, მაგრამ კონკრეტულზე მინდა ვისაუბრო. პირველ რიგში პირველ ვიდეორგოლთან დაკავშირებით ჩვენ იქ არის ასე ვთქვათ, ყველაფერი გამოკვეთილი არ არის, ნამდვილად ვერ ვისაუბროთ ესე დაბეჯდებით და მტკიცებით ფორმაში, მხოლოდ ზოგადი სურათი გვექმნება, მაგრამ ზოგადი სურათიდანაც შეგვიძლია გარკვეულწილად რაღაც დასკვნების გაკეთება. მოდით პირველ რიგში მოდით იურისტს ვკითხავ, იქიდან გამომდინარე, გვაქვს შემთხვევა, როდესაც მოქალაქეს მიმართ განხორციელდება გარკვეული ქმედება პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. არის თუ არა ესეთი ქმედება გამართლებული? ის რაც ჩვენ ნახეთ ამ დამნაშავეა თუ არა ეს მოდი ერთი წუთი დავუშვათ. ჯერცერთი აპრიორი უნდა მიიღო, რომ ის დამნაშავე არ არის, ვიდრე პირიქით უნდა მიიღო, რომ დამნაშავე, იმიტომ რომ წესი ესეთ უდანაშაულობის პრეზუმპცია ნიშნავს იმას, რომ ვიდრე არ გიდევს კონკრეტული სასამართლო განაჩენი, ვერავითზე ვერ იტყვი, რომ დამნაშავე. ამიტომ ის მოქალაქე, რომელიც ის იატაკზე მეტროს მატარებელში, ის არ არის ჩემთვის დამნაშავე და რომც კონდეს მას რაიმე სამართალდარღვევა ჩადენილი. მე ვხედავ კადრებს მოქალაქე, როდესაც პოლიციელები უკვე განეიტრალებულ, თუ ის ადამიანი გასანეიტრალებელი იყო, მაგრამ უკვე განეიტრალებულ, აბსოლუტურად უმწეო მდგომარეობაში, ახალგაზრდა ყმაწვილის ის იატაკზე და პოლიციელი მას ურტყამს ფეხს. ეს უკვე დამთავრდა ყველაფერი. აქ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, როდესაც ადამიანი არაფერს არ აკეთებს მოცემულ სიტუაციაში და შენ პოლიციელი მის წინააღმდეგ იყენებს. ჩვენ ხო არ ვიცით მანამდე რა სიტუაცია იყო. რასაც არ უნდა აკეთებდეს, თუ მან დააშავა, მას უნდა ედოს ხელბორკილი. ანუ თუ მას დანაშაულის მომენტში წაასწრეს, კანონი ამბობს, ამას მე ხო არ ვამბობ. უნდა ედოს ხელბორკილი, უნდა იყოს დაკავებული და დაკავების ოქმი შედგენილი. ეს არის კანონის სტანდარტი. რას გავს ის პოლიციელი, რომელიც იმ საზოგადოების თანდასწრებით, რომელიც იგზის მატარებელში ფეხებს ურტყამს მოქალაქეს. თქვენ ამბობთ, რომ კანონი დაირღვა. კანონს არ ღვევს პოლიციელი, იმიტომ რომ მას არ აქვს ასე მოკდეს, არა მარტო არაეთიკურია. ეს არის უკანონო მოქმედება და 82%-ს ასეთი პოლიციელი ვერ ქმნის დობისას აი ესეთი მოქმედება. ქალბატონ ქეთი, პროფესიონალურად ამ შემთხვევაში არ ვთქვათ, უვიწრო პროფესიის თვალსაზრისით. უმაღლესი გათვლება, რომელიც მე მივიღე, არის იურიდიული. კი ბატონო, მაშინ ძალიან კარგი, უფრო თამამად შეგვიძლია კითხვა. მიკურს მინდა გითხრათ. აი ეს მკითხაობა ყავაზე, რომელიც ასე ბოლო ხანებში ხშირად ხდება. ის რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ეს ადამიანი პოლიციელი არის დამნაშავე, ხო?
ეს და მოხდეს გამოკვლევა. მე ესე ვიცი რა, ეს ჩვენ მასწავლეს უყურებთ კადრებს ახლა არა, და გასაგებია უბრალოდ ამბობთ, ჩვენ რასაც კადრებზე ხედავთ. მაგალითად ვეფე ვერ დავინახე ნორმალურად. თქვენ დაინახეთ? ნუ არის ჩანს უნდოვნად, ჩანს მოქალაქეობის სადღაც კუთხეში არის უწყდეული. ეს ადამიანები, ანუ ამას უნდა დაინიშნოს ექსპერტიზა, გამოიკვლიოს რომ რა იყო, რა მოხდა რეალურად, ხო? ეს ლიტონის სიტყვები რომ ეს მოქალაქე რაღაცა ხო არ ვიცით რეალურად. კაპტოკეთი, კარგით, ჩვენ არ ვიცით ახლა ამას რა რეაგირება მოყვება, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ კი მედიაში მოხდა ასეთი სახის მასალა, უნდა მოახდინოს თუ არა რეაგირება იმ უწყებამ, რომელსაც უშუალოდ ეს ეხება? რა თქმა უნდა, თუ ამისი ისეთ ხო ჩვენ ისიც არ ვიცით რა რეაგირება მოახდინა ამ უწყებამ, ვიცით. მოდი რაზეც მოახდინა რეაგირება, ის გავიხსენოთ ლუტიძეების საქმეზე თქვა რეაგირება რაზეც ზოგადად მოახდინა. რაღაცაზე ლაპარაკი, მართლა ძალიან ძნელია, რომ მე შეიძლება რაღაცა მეგონოს, მაგრამ ეს არ იყოს სიმართლე, ხო? ანუ და ფაქტებზე დაყრდნობა ჩემი აზრით, იურისტის აზრითაც დარწმუნებული. არის ის რაღაცაც უბრალოდ ვერცად ვერაფერი ვერ წაუვოდა, რასაც უნდა იგებოდეს საერთოდ ყველა ადამიანის ჩემი აზრით. გასაგებია, მოდით გადაცემაში რეკლამის დრო ხალბატონო ეკა, მე ვიდრე რეკლამას გამოვაცხადებ და მე მინდა ასევე მივმართო სათანადო სტრუქტურას, თუ კი მათ ამ თემასთან დაკავშირებით ქონიათ რაიმე რეაგირება, ჩვენც ესე ვთქვათ, არ ვართ დაზღვეული შეცდომებისგან, თუ კი მათ ქონდათ რაიმე რეაგირება ჟურნალისტებს, იქნებ მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია, დიდი სიამოვნებით გავაშუქებთ ამასთან დაკავშირებით რეაგირების ფაქტი, რაც იყო, თუ კი არ იყო ამაზე რეაგირება, მე ალბათ იმედს ვიქონიებ და მაინც გამოვთქვამ იმედს, რომ სათანადო სტრუქტურას ექნება სურვილი დაინტერესდეს კონკრეტული ფაქტით და მოხდეს ამასთან დაკავშირებით გამოძიება. გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ დაუბრუნდებით პოლიციის შესახებ რეფორმას და რამდენად წარმატებულია ეს სტრუქტურა, უკვე ზოგადად ვისაუბრებთ და შევაფასებთ ამ სტრუქტურას. დაგვევედით რეკლამის დრო. უყურებთ არგუმენტებს და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ქეთევან გაბიანი და ეკა ბესელია. ჩვენ საუბრობთ პოლიციაზე და პოლიციის, ესე ვთქვათ, პლუსებზე და მინუსებზე, შეცდომებზე და წარმატებებზე, ესე რომ ვთქვათ. კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბრეთ. ქალბატონი ეკა საუბრობს, რომ შიშის სინდრომი, ანუ ის რომ დაცულია მოქალაქეის განწყობა არ არის საზოგადოებაში, მაგრამ მე მომყავს კონკრეტული ციფრი, რომელიც საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების მიერ გამოკითხვების შედეგად იდება. ქალბატონო ეკა ცნობილია ეს ციფრი 82%-ია საუბარი, როდესაც პოლიციის დობის შესახებ საუბრობთ. არ არის ეს რეალური ციფრი, არ არის რეალური მაჩვენებელი იმისა, რომ კრიმინალთან დაკავშირებით კრიმინალური შემთხვევები არ არის გახშირებული ქვეყანაში, ანუ ხშირად გვესმის, რომ არ იპარავენ მანქანებს, არ ხდება ძარცვა ესეთ ხშირი რაოდენობით. და ანუ კრიმინალი არის მინიმუმამდე დაყვანებული, ასე რომ. მოდი ესე ვთქვათ, ობიექტურობის განცდას გიტოვებს იმგვარი შეფასება, როდესაც ხედავ პოზიტიურს და ხედავ ნეგატივს, ანუ რეალობას აფასებ ობიექტურად, ხო? მე ყოველ შემთხვევაში მაქვს ამაზე პრეტენზია, რომ ობიექტურად შეფასების და აღქმის უნარი მაქვს. ვამჩნევ ბუნებრივია მეც, რომ ნაკლებად არის და მინიმუმამდეა დასული ავტომანქანების ქურდობის ზართვის ფაქტები და ისეთი ტიპის ორგანიზებული თავდასხმები, როგორიც იყო წლების წინ. რა თქმა უნდა, ამას ვამჩნევ, ამას ხედავს მოქალაქე, მაგრამ ხედავ იმასაც, რომ და მე მინდა ლუტიძეების საქმეს აუცილებლად დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ეს ის შემთხვევა, როდესაც გააქვს შესაძლებლობა უკვე ილაპარაკო როგორც დასრულებულ სამართალწარმოების საქმეზე, რომელზეც სასამართლო გადაწყვეტილებას დადგა და პოლიციელის ქმედების შეფასებაც მოახდინა მისმა უწყებამ. და მე სხვა ფაქტებს გავიხსენებდი, ასევე კონკრეტულ ფაქტებს, იმიტომ რომ კონკრეტული ფაქტებიდან შესდგება ყველაფერი სხვა და ამით შეგვიძლია ანალიზი გააკეთო. ახალგაზრდა ბიჭები და მე ძალიან მაინტერესებს იგივე ქალბატონი ქეთის აზრი, არ ამგონია ეს ყავაზე მკითხაობის ტოლფასი შეფასების საკითხი იყოს, როდესაც უყურებ ამ კადრებს და ძალიან მარტივად უნდა შეგეძლოს ადამიანს, თუ ეხა შეგიძლია თეთრზე თეთრი თქვა და შავზე შავი, რომ შეაფასო რა ხდება. გორი ახალგაზრდა მამაკაცი მოდის ქუჩაში, სადაც ხდება პოლიციელების მანქანა, არ ვიცი ხა ისინი ფორმაში, მე მგონი ყველანი არ იყვნენ და ესე ცალკე პრობლემასაც რატო დადიან სამოქალაქო ფორმაში პოლიციელები და როგორ მას ათავსებენ ავტომანქანაში მუჯლუგუნები და აღმოჩნდა რომ მათ მოგვიანებით ყალბი ოქმები შეადგინეს. ამას გაუსვათ ხაზი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება ყალბი ოქმები შეადგინეს, რომ ამ ბიჭებმა დაარღვიეს ძმებმა ადმინისტრაციული კოდექსი, სამართალდარღვევა ჩაიდინეს, ამის გამო თავისუფლება აღუკვეთეს, სასამართლოს წარუდგინეს და ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული პოლიციელებმა, მაგრამ ხო დადგინდა რომ სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულო ცნო ორივე ძმა და გაამართლა. ანუ ეს რას ნიშნავს?
უკანონო თავისუფლების აღკვეთა პოლიციელების მხრიდან, ყალბი ოქმების შედგენა, იმიტომ რომ მათ სრულ ჩვენებები მისცეს, რომელსაც დაეყრდნო პირველი ინსტანციის მოსამართლე თადაშვილი, რომელიც გამოირჩევა საერთოდ ასეთი ტიპის მაღალი დამაჯერებლობით პოლიციელების მიერ, შეგახსენებთ ვეტერანების საქმე, მისი მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, შეგახსენებთ ზაფხულში არაერთი ადმინისტრაციული საქმე იყო დევნილების გამოსახლების დროს ხარტიშვილი და აკავეს და შემდეგ სხვა შორის იგივე მოსამართლე თადაშვილი იყო ის რატომღა ძალიან უჯერებს ამ პოლიციელებს და ანალოგიური გადაწყვეტილებები გამოაქვს, თუმცა აღმოჩნდა ნდობის პროცენტი თუ ეხმარება, ეხლა მაინტერესებს, კითხვა გაუჩნდა, იქნებ სხვა საქმეშიც ასევე ცრულობენ პოლიციელები, როდესაც ამბობენ, რომ ამ მოქალაქემ ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და გარდა იმ ჩვენებებისა რო არაფერი არ აქვს. ეხლა მთავარი მინდოდა მე თქვა. ანუ მოსამართლემ თქვა, რომ ეს ბიჭები იყვნენ უდანაშაულონი და ყოჩახი ჟურნალისტებს, რომ ეს ფაქტი გახადეს საჯარო, რომ არა ეს ამას მოსამართლე სააპელაციო სასამართლოში არ იტყოდა. მაინტერესებს, რამდენად ადეკვატურია, როდესაც პოლიციელს საყვედურს უცხადებ და განყოფილების უფროსის მოადგილე თუ რომელიღაცა თანამდებობიდან გაუშვეს თუ ასე შემდეგ. როცა არის სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, გულისხმობ უკანონო დაკავებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ყალბი ოქმების შედგენას. პოლიცია, რა თქმა უნდა, რა საყვედურს დაიკავებინათ ეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიცეთ, თეა, ჩემო კარგო, როდესაც პოლიციელი უკვე ხედავ, რომ თავად ჩადის დანაშაულს. ეხლა არის თუ არა და უცებ დავამთავრებ აი ორ წინადადებაში, არის თუ არა ეს ცალკეული შემთხვევა, ქალბატონი ქეთი ალბათ გულწრფელად ფიქრობს, რომ ეს მართლაც იშვიათი შემთხვევებია და მსგავსი რაღაცეები ხშირად არ ხდება, მაგრამ თქვენს მეხსიერებას ეხლა მოვიხმობ ცოტა ხნით და შეგახსენებთ ცნობილ კადრებს, როდესაც კოლექტიურად არღვევდა პოლიცია კანონს, მაგალითად, როდესაც 7 ნოემბერს აი ეს კადრებია. ნახეთ, 7 ნოემბერს ეხლა არ მქონდა დრო რომ ფერადი ის მომეტანა და ალბათ გამოჩნდება მონიტორზე, პოლიციელები კოლექტიურად როგორ ესხმიან თავს მოქალაქეებს. 2007-ში მერაბიშვილი იყო მაშინაც. ერთი წუთი ეხლა წამოვალ აქეთ, ესეც 7 ნოემბერი. აი 2010 წლის კადრი. ნაშა ჩხარტიშვილი პარლამენტის წინ როგორ ცემენ მას პოლიციელები და როგორ გაათრიეს გახსოვთ თქვენ ეს. აი ეს არის ალაბის არა. მოდი ვილაპარაკოთ იმაზე, რომ არავინ არ არღვევდა იქ წესრიგს ერთი წუთით. მაგრამ ერთი წუთითაც რომ დაუშვა, რომ მოქალაქე არ ღვევს წესრიგს მაგალითად. აი ეს არის ვეტერანების დროს დარგების კადრები. და სხვათა შორის ამერიკის ელჩმა გააკეთა გახსოვთ განცხადება, რომ პოლიციამ ძალას გადააჭარბა ეს კადრები, მაშინაც კი როდესაც მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ჩადის. იცით როგორი წესია? ის უნდა დაიბარო, ოქმი უნდა შეადგინო და კი არ უნდა დააპატიმრო. სასამართლოში უნდა გამოიძახო და იქ უნდა განიხილო მისი საქმე. ვინ მისცა პოლიციას უფლება, როდესაც 15 ივნის 99 ადამიანი, რომელიც გარეთ იდგა, პოლიციის სამმართველოს ტერიტორიას გამოვიდა და არ აქვს უფლება თუ კი მოქალაქე არ გვაქვს კანონს, ანუ კანონს ამ შემთხვევაში გადმოდის იმ პერიმეტრზე, რომელზედაც არ უნდა გადმოვიდეს, წინააღმდეგობას უწევს პოლიციას და იმოქმედოს უნდა კანონის შესაბამისად, ფეხები კი არ უნდა ურტყა, ხელჯოხი კი არ უნდა დაუშინო და ფიზიკურად კი არ უნდა გამოიყენო ძალა. მის წინააღმდეგ, როდესაც არ არის ამის გამოყენების აუცილებლობა, ამიტომ არსებობს პროპორციულობა სამართალში და კანონში ვიტო წერია, რომ თანაზომადი ძალა უნდა გამოიყენო და თანაზომადი იყო ეს, რაც 7 ნოემბერს 15 ივნის რაც მოხდა თანაზომადი იყო. გასაგებია, მოდი ქალბატონ ქეთის არგუმენტები მოვისმენთ ამ საკითხზე, მაგრამ მე აუცილებლად მინდა ასევე ადეკვატურ სასჯელზეც ვისაუბროთ, ამაზე ცოტა მოგვიანებით, ვიდრე მანამდე მოვისმენთ ქალბატონი ქეთის პასუხებს ამ საკითხთან დაკავშირებით, არც თუ ისე იშვიათი გამონაკლისი ყოფილა, როდესაც პოლიცია არ ღვევს ამ შემთხვევაში თავად კანონს. ისიც ეს მე ისევ და ისევ ვიმეორებ და ვიძახი ხოლმე რა, რომ საბჭოთა კავშირში გაზდაბადებულებად, გაზრდილებად ყველანი ხსაბადიერთ სამწყურს რას ვისამ. და ადამიანისთვის მე აი ამ სისტემაში შესისხორცების შემდეგ ძალიან უჭირს წესრიგისთვის მიჩვევა. ანუ წესრიგი არ უყვარს ადამიანს, როცა დაიბადა, გაიზარდა და ხო როცა უნდა რასაც უნდა აკეთებდა, როცა უნდა სადაც უნდა ჯდებოდა, სადაც უნდა ეს კარგ ტონათაც ითვლებოდა. მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში, რაც უფრო ესე აგრესიული იყავი პოლიციის მიმართ, რაც უფრო მეც ესე იგი ილანძღებოდი მთავრობის და ასე შემდეგ მიმართულებით, მით უფრო კაიდები იყო. ანუ საბჭოთა თავისუფალი იყო მოქალაქე. არა. მაშინ ეს კარგი ტონი იყო. სულ რომ შენ არ გიყვარდა წესრიგი, შენ არ გიყვარდა პოლიცია, შენ არ გიყვარდა არაფერი არ გიყვარდა. ეს უნდა ყოფილიყო, შენ შენ შემპალი სისტემა იყო დასანგრა, რაც მოხდა.
ეხლა ნუ გავიგეთ რომ ეს ყველაფერი დაინგრა, რატო ვაგრძელებთ ჩვენ იგივე მენტალიტეტით ცხოვრებას დღევანდელ დღეს, ეს ჩემთვის გასაკვირია. იგივე მენტალიტეტით თუ გვინდა უფრო უკეთესი იყოს სისტემა, რომ უკეთესი იყოს, რა თქმა უნდა გვინდოზეს რომ უკეთესი იყოს. ამისთვის შეიქმნა ჩვენი კოალიცია, მაგალითად იმისთვის კი რომ ჩვენ დილანწყოთ, არამედ ჩვენ რაღაცა ობიექტური, რაც არ მოგწონს, აი ობიექტური სპეციალისტების მიერ მომზადებული შეთავაზებები დავდოთ და ვთქვათ რომ ეს კი არა, ამაზე უკეთესად უნდა იყოს, ხო? თქვენ ახდენთ რეაგირებებს ამ გადაცდომებზე უკაცრავად, ახლა ამ შემთხვევაში როგორც იურისტს გეკითხებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ კონკრეტულზე არა, ზოგადად, როდესაც აქვს ძალოვან სტრუქტურას გადაცდენა. ძალოვან სტრუქტურებთან ჩვენ არ ვმუშაობთ ამ შემთხვევაში. ჩვენ ვმუშაობთ უფრო ეკონომიკის სფეროში და სხვადასხვა კიდევ საერთაშორისო ურთიერთობები და ასე შემდეგ. იგივე რაც შეეხება ძალოვან სტრუქტურების, აი ძალოვან სტრუქტურების ხალხი ეკა არის იურისტი, ხო? ეს შეიძლება მოხდეს, ხო, როგორც მე ხვდები, ის კი არა, რომ ყველა შემთხვევაში ესენი ცუდად იქცევენ და ყველა შემთხვევაში არა. ხო? ანუ არსებობს რაღაცა გადაცდენის შემთხვევაში, ცოტა ადეკვატურად, ცოტა ცივილურად, ცოტა ორგანიზებულად მოვიქცეთ, ხო? რომ გავაკეთო, აი ეს შემთხვევა არის გადაცდენა, ეს შემთხვევა იყო დანაშაული. გამოიძიეთ, შეისწავლეთ მასალები. კიდევ გითხრათ კონკრეტული ასეთი ტიპის რეაგირებაზე როგორ გრძელდებოდა ხოლმე. აი მე მაგალითად როგორც იურისტი და თქვენც დამეთანხმებით ამაში, რომ სამართლებრივი პროცედურების დაწყება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რას ვაკეთებდი მაგალითად მე თუ გაინტერესებთ, როდესაც ესეთი ფაქტები ხდებოდა. ყველა ასეთ შემთხვევაზე ვაგზავნიდი მთავარ პროკურორთან, რომელიც არის უფლებამოსილი დაიწყოს გამოძიება და ავალოს ვინმეს. რომ დაწყებულიყო ამ ფაქტების გამოძიება. მაგალითად 15 ივნის გადააჭარბა პოლიციამ ძალას თუ არა, ან 6 მაისს, ან შემდეგ 11 აპრილს და ასე შემდეგ. მე შემიძლია გაჩვენო თქვენ არაერთი ესეთი გაგზავნილი განცხადება საჩივარი, სადაც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ არის ჩატარებული. მაშინ როცა კანონში წერია, რომ ვალდებულია გამოძიების ორგანო ყველა ასეთ საქმეზე დაიწყოს გამოძიება. რატომ? ჩვენ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ, ქალბატონო კეთი? საბჭოთა კავშირში მე მახსოვს, ხო, ახლა არ ცხოვრობ. ხო, არ ცხოვრობ, საცხოვრობ. ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიძლება გაბედოს. არა, არ ვიცი რამდენი ხანია ვაშენებთ, მაგრამ ნიშანწყალი ჩდება, მაშინ პირველი ნიშნები, ხო, პროცესია, მაგრამ და დავინახო რომ ეს პროცესი იწყება, იმიტომ რომ შენ პროკურატურა, როდესაც უარს არა ვერ დავინახავ. არა, ძნელი დარწმუნება რამეში. ჩემი დარწმუნება ძალიან ადვილია არგუმენტებით. მაგრამ ჩემი დარწმუნება ხა იმიტომ რომ მინდა ეს რომ პოლიცია რომელმაც დღეს ის გააკეთა რომ ქალაქში ცხოვრება შეიძლება, ქვეყანაში ცხოვრება შეიძლება და გასაქცევად არა გვაქვს საქმე და ყველას, აი სულ ყველაფერს რო არა ძალიან ბევრი გაიქცა მინდა გითხრათ, იმდენ პოლიტიკური დევნილი ყავს უკვე თქვენ ხელისუფლებას, ხო? სხვაგან ცხოვრება არა იმიტომ რომ უნდა სხვაგან დაბრუნება უნდა კალიფორნიის სანაპირო იყო. სხვადასხვა ფრანგები არ გაზრდილან საბჭოთა კავშირში, მაგრამ თქვენ ალბათ ნახეთ ხო კადრები, როდესაც ფრანგები ექიმები სხვათა შორის ლიანდაგზე დასხდნენ პროტესტის ნიშნად და როგორ იქცეოდა იქ პოლიცია. მივიდა მათთან ეხლა ლიანდაგზე დაჯდა მათ იქ არ არის. ბოლო ეს არის 3-4 თვის წინანდელი გახსოვთ ის რო იყო საპენსიო აი ერთ-ერთი ხო ხო ერთ-ერთი სხვათა შორის ეხლა ნუ დავაბრალოთ ეხლა რომ საბჭოთა კავშირის გავლენა ხო ფრანგებს არა არა სოციალისტების საფრანგეთში ყოველთვის მაგრამ ისინი სოციალურ საკითხებზე სოციალიზმი ვერა ხო რაღაცებს ვასწავლით ალბათ ხო ჩვენი პოლიციელები ასწავლიან განსაკუთრებით ალბათ იმ პოლიციელებს ასწავლიან რომლებიც მივიდნენ აქციის მონაწილეებთან როგორ ძალიან ეთიკურად ძალიან ესეთი პატივისცემი წამოაყენეს ის ხალხი იმიტომ რომ იქაც ეყობა და ძალიან ფრთხილად რას აკეთებს ამ დროს ჩვენი პოლიციელი ომის ვეტერანს რომელიც სამშობლოს ერთიანობისთვის იბრძოდა უჯლუგუნით გამოათრევს იქედან და ჩააგდეს მანქანაში ის ფრანგი წევს იქ რომელიც ევროპაშია გაზრდილი და იცის რომ პოლიცია რომ მოვა ანუ ამერიკაში რო ჩახვალ ბერძნებიც არ გინახავთ პოლიციელებს ასუშვებიან მეგეცით ამერიკაში რა ხდება ხოლმე როდესაც პოლიციის მანქანა მოდის რომელსაც უნთია აი ეს რა ჩვენ მანქანებს სულ უნთიათ დანარჩენი მანქანა მე გამიკვირდა დანარჩენი მანქანა ვიცით რას აკეთებენ იქ არის რაღაცა მარჟა რომელიც იქითაც შენი მანქანას ახლოს ვერ მიხო უფლება არა განსხვავება რა არის ქართველებთან მიმართებაში განსხვავება ის არის რომ იქ მოქალაქე რომელიც ზის საჭესთან და რომელსაც წინ მისდის პოლიციის მანქანა ამბობს რომ იცი რა ეხლა შევანელოთ უნდა ისა და თუ საჭირო გახდა ჩვენ უნდა გავაჩეროთ იმიტომ პოლიცია მიდის საქმეზე და ეს არის კანონი იქ და ამის დარღვევის
не то что სურვილი, საერთოდ აზრად არ მოსდის არავის. ანუ კანონის უზენაესობა და პოლიციის ძალა ჩადით და ნახეთ. ევროპაში არ ვიცი ხომ რომელ ქვეყნებზე ლაპარაკი კონკრეტულად, იმ ქვეყნებსაც ჩემი ახლობლები და ჩემი მეგობრები ცხოვრობენ, იქაც იგივე ხდება ზუსტად. ეს კანონის უზენაესობა. ისიც არის კანონის უზენაესობა და პოლიცია ეს არის უნდა ვილაპარაკოთ მაღალი მაგრამ მე მინდა სტანდარტები გითხრათ რომ პოლიცია ეს არის ძალა რომელიც იცავს ჩვენ უფლებას ხალხის და პოლიციელი რომელიც დგას და კოლექტიურად იძახის მიშას ესეთი პოლიციელი საზოგადოების ინტერესით მე მაგას არ შევსწრებდი შეიძლება ვიღაცა პოლიციას მოწონდეს მიშა ყველა უფლება კონსტიტუციით მართლა მაინტერესებს პოლიციის სამმართველოს მოგწოთ თქვენ როცა პოლიციელი რომელიც არის მოქალაქე ეს არის პოლიციელი არის მოქალაქე ჩვენ უნდა მოგწონდეს მოქალაქეები ხო და თქვენ დაჯექით და იყვირათ გრეჯი ხარ რაღაცა სხვა რა ვიცი არა მე ვერავის სახელის კულტივირებას ვერ და კი ბატონო ხო თქვენ თუ არ დაიწყებთ იმას უნდა ამიშას სახელი და იძახოს რა შევაკეთ მარტო პოლიციელი ხო არის აი ეს არის მენტალობა აი ეს არის საბჭოთა კავშირში გაზრდილი ადამიანის მენტალიტეტი ქვეყნის მოქალაქე რომელსაც რაღაცა სახელი მოწოს და იძახოს აი ეს არის თქვენ ახლა ევროპულ რაღაცა ერთობას ქმნით და ამბობთ იმას რომ პოლიციელს უნდა თურმე რომ იძახოს მიშა და იძახოს ამისთვის იხსვით მე არ მოგწონს თქვენ არ მოგწონთ ის რომ ვიღაცები რო დგას და გრეჯი ხარ ასეთი ანუ გრეჯი ციციბურა ჩვენ ამერიკის მაგალითი მოიყვანა. ციციბურას ერთ კონტექსტში განხილვა ძალიან გააბრაზებს თქვენ საპატივცემულო მინისტრს, რომელსაც თავი მოწოს რომ უკაცრავად, როდესაც ამერიკის მაგალითი მოყავთ ამ შემთხვევაში, როდესაც პოლიციელთან მიმართებაში უნდა იყოს პატივისცემა კი არა, უბრალოდ კანონის უზენაესობაზე საუბრობთ ეს შემთხვევაში ამერიკაში თუ ყოფილა ესეთი ფაქტი, რომ პოლიციელს სამართალ დავცავი უწყების წარმომადგენელს ობამა ეძახოს. არ ვიცი ხო არ დაგიმალოთ მე თუ ამ კადრებს ჩავიგდებთ ხელშეუხებთან ობამას მიმართ. ანუ რამდენად ადეკვატური რეაგირება იქნება პოლიციელის მხრიდან ასეთი ჟესტი. რა გითხრათ პოლიცია. ანუ აქ ყოველთვის საუბრობენ იმაზე პოლიტიზირებულია თუ არა. ხო, ნუ მაშინ დავიწყოთ მაგაზე ლაპარაკი. არ გვიდგეს შორიდან მოვლა. პოლიტიზირებული რას ნიშნავს მე ვერ გაგე. პოლიცია ეს არის სახელმწიფოს ორგანო, ხო? ხო არის სახელმწიფოს ორგანო, რომელიც ასრულებს სახელმწიფოს რა ქვია იმას დავალებას კი არა სახელმწიფო საქმეს აკეთებს ხო ანუ ჩვენ რა გვინდა ხა რომ პოლიციელი იყოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდეს მაშინ ის უნდა წავიდეს პოლიციიდან ჯერ არა მოქალაქეების უფლებები დაიცვას თუ არა ჩვენი მოქალაქეები არიან ან ჩვენი სახელმწიფოს მმართველები ისევე როგორც ისინი ვინც ამ სახელმწიფოს არ მართავენ ხო არა პოლიცია არ არის მმართველი მოც ხა მოაურებთ ყველაფერს მმართველი არის ის მე ვძახი მმართველებს არ არის მმართველი პოლიციელი მმართველებს ირჩევენ ესე არ ხდება ხა რაღაცას აბსოლუტურად სხვა გაგება პოლიციის პასუხობდი. მოდით მე ესეთ კითხვას დავსვამ მაშინ ამ შემთხვევაში როდესაც საუბრობთ იმაზე რომ სახელმწიფო ინსტიტუტია და სახელმწიფოსა და პრეზიდენტების გაიგივება ხდება ერთმანეთთან ანუ როდესაც მიშას იძახეს სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი ამაზეა საუბარი ანუ ის არის სახელმწიფო სტრუქტურა რომელიც ორიენტირებულია პირველ რიგში მოქალაქის უფლების დაცვაზე მეთაქვებით ამაში პრეზიდენტი ხო არ ჩვენი მოქალაქე. მის უფლებასაც იცავთ, კი ბატონო, კარგი. არ არის მოქალაქე. ხა იმას გადაწყვეტა, იმან იცით რა ეს მე მართლა მგონია არ გეწყინოთ, ხა თქვენ არ გეუბნებით პირად, მაგრამ ბევრ ადამიანისგან შეიძლება ეგეთი ბევრისგან არ ძალიან ცოტას გასხვაჩოს. შეიძლება გაიგოს ის რაღაცა რომ ეს პოლიტიზირებული და მე მგონია ციცი მოგახსენეთ ამ შემთხვევაში მე გისვამთ კითხვას აზრს ხო აი მე მგონია ეს ციცი და ხო აი ცოტა ციციდან გამოწოვილი ის მგონია ის კრიტიკა პოლიციის იმიტომ იმდენად ცოტა საკრიტიკო ვთქვა კი აი რაღაცა შემთხვევა მოხდა კი თქვენ თვითონ თქვით რომ ვიღაცები დააკავეს ისინი დაისაჯნენ თქვენ თუ არ მოგწონთ ის რა ფორმით დაისაჯნენ ისინი შეგიძლიათ გააგრძელოთ კანონი ამბობს რომ ესე ამში ასე ხმა ბრძოლა იმისთვის რომ დაამტკიცოს ამისთვის ხდება სასამართლო რომელიც შედგება აი თადაშვილის მაგვარი მოსამართლეებს და პრობლემაა სისტემა ყველა მოსამართლე ერთნაირი არა თითქმის ერთნაირია უკვე იმიტომ რომ მოდით ეს სასამართლო სისტემაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ცოტა დრო გრჩება უკვე და გადაცემაში კიდევ ერთი სარეკლამო ჭრა გვაქვს რეკლამის შემდეგ დავუბრუნდები და საბოლოოდ შევაფასებთ ესე რომ ვთქვათ პოლიციის სისტემას და თითოეული ჩემი სტუმრისგან მინდა მოვისმინე იმსახურებს თუ არა ქართული პოლიცია ისეთ გამოძახილს როგორც არის მადლობა პატრონს თქვენ უყურებთ არგუმენტებზე ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ქეთი გაბიანი ეკა
ბესელია, ჩვენ საუბრობთ პოლიციის სისტემაზე და რეფორმაზე ბოლო დროს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო რგოლების მიხედვით და გამომდინარე, მაგრამ როდესაც უნდა შევაჯამოთ გადაცემა, მე გუშინდელ ფაქტსაც მოვიყვან, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი წარმატებული სპეცოპერაცია NWR-ის გაგრძელება ვნახეთ გუშინ ტელეკომპანია იმედთან, როდესაც აღმოაჩინეს კიდევ ორი ნაღმი, ესე რომ ვთქვათ, გაგრძელება იყო ერთ-ერთმა დაკავებულმა გოგი დარქანიამ, რომლის დაკავებაც მოხდა რამდენიმე თვის წინ, ვისაც დამატებითი ჩვენება და მიუთით აი ეს ადგილი, სადაც იყო ნაღმი ჩადებული, ეს ერთ-ერთი წარმატებული სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ესე არის დასახელებული. მე არ ვიხილავ ამ შემთხვევაში ამ სპეცოპერაციას, უბრალოდ კიდევ ერთ დამატებით არგუმენტად მოვიყვანი, როდესაც ვსაუბრობ პოლიციის სისტემაზე, მის წარმატებაზე და ეფექტიანობაზე. ხალბატონო ქეთი, მე მინდა რომ შევაფასოთ ბოლოს თქვენ არა მხოლოდ ამ შემთხვევაში როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, როგორც მოქალაქეს, რა მინუსები გესახებათ პოლიციის სისტემაში, რომელიც უნდა გამოასწოროს ამ სტრუქტურამ? ხო, მინუსები რა მეგეთქვით, განვითარების რა მიმართულება უნდა დაიჭიროს, თქვა ჩემი აზრით, ხო? ანუ, აი ვთქვათ ის რაზეც ქალბატონია კალაპარაკობდა, ხო? და ასე შემდეგ. არსებობს რაღაცა პერიოდი, როდესაც მთლიანად დანგრეული სისტემა, რომელსაც თავიდან აწყობ. ეს სისტემა ცოტა უხეში შეიძლება იყოს, ვთქვათ, რაღაცა კონკრეტულ შემთხვევებში. ნელ-ნელა, როდესაც ეს უხეში ჩონჩხი აეწყობა და ძლიერი ჩონჩხი აეწყობა, ამ ძლიერ ჩონჩხზე მე უკვე ხდება აი ნიუანსების, იმ 1000 გრადაციების რაღაცების აშენება და დაშენება ზემოდან, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თვითონ საზოგადოებას დღეს საკმაოდ ისეთი ხისტია, იმიტომ რომ ახალია ჩვენთვის ეს ყველაფერი. ჩვენთვის ახალია ის, რომ ჩვენ შეიძლება წყნარად ვიყოთ, ჩვენ ვერ ვეგუებით იმას, რომ ვიღაცა შეიძლება ჩვენზე უფრო ისეთი იყოს, რა ქვია, გვიკარნახოს რა გავაკეთოთ, ანუ კანონი არსებობდა კანონის აღსრულებლები. ჩვენ გვინდა რომ გამოვიდეთ. თუ ფიქრობთ, მოქალაქეები ამას ვერ ეგუებიან, როდესაც ჩვენი ახალგაზრდები განსაკუთრებით, მაგრამ არსებობს რაღაც ხანს ჩვეულებრივი ვიზით არ არის ამას ჩემთვის არაფერი გასაკვირი. ეს ჩვეულებრივი ამას ქვია პროცესი და ნავლენია, რომელიც არის სახელმწიფოს აშენების პროცესი. ძალიან კარგი როლი აქვს ჩემი აზრით ამაში პოლიციას ნათამაშები გამომდინარე, რომ ძალიან ძლიერი სტრუქტურა არის აწყობილი. მერე და მერე როგორ დაიხვეწება ეს სტრუქტურა. ეს უკვე არის დროის და რა თქმა უნდა საზოგადოების გავლენის და მათივე მონდომების შედეგი. გასაგებია ქალბატონო ეკა? რეზიუმე ხო, დია. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, ხელისუფლება უნდა შეთანხმდეს, მას რა უნდა ყავდეს ისეთი პოლიცია, რომელიც მის ხელში იქნება პოლიტიკური იარაღი და რომელიც ისეთ შემთხვევებსაც გააფერმთალებს, როგორიც იყო მაგალითად წყალში გადამხტარი პოლიცია, რომელიც ხვის სიცოცხლეს იცავდა და თვითონ თავის სიცოცხლეს შეწირა. ეს ძალიან ღირებული მაგალითი იყო და ამ მაგალითის გაფერმთალებას ის ახდენს ისეთი მაგალითებით, როგორიც არის რობაქიძის, გირგულიანის, ვასაგაშვილის შემთხვევები, ასე მეტი ახალგაზრდა პოლიციელის ხელით დაღუპული. ხო, ვიდრე ის ოჯახების სიმართლეს ეძებენ, და ვერ ილაპარაკე პოლიციის წარმატებულობაზე. ამიტომ უნდა შეთანხმდეს, შენ კიდე პოლიცია, რომელიც მიშა-მიშას იძახის, თუ გინდა ისეთი პოლიცია, რომლის დანახვაზე მოქალაქეს მართლაც უჩნდება სიმპათია და სიყვარული. ამიტომ კლიპებით ეს არ ხდება, ეს ხდება, რომელიც საზოგადოებას იცავს. და აი ესეთი ფაქტები უნდა იყოს არა, ვთქვათ, იშვიათი, ხშირი შემთხვევა, არამედ იშვიათი გამონაკლისი და სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, სადაც არის უამრავი შემთხვევა პოლიციელების მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების და დაუჟელი პოლიცია და ვიდრე გვაქვს შემთხვევა, როდესაც ზარდია და ვიდრე გვაქვს შემთხვევა, როდესაც ქვეყნის პირველი პირი სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ ადამიანზე იტყვის, რომ კარგია, რომ ის მოკალით და მოკვდა. ვერ გვექნება ჩვენ ძლიერი ინსტიტუცია პოლიციის სისტემის. ამიტომ ხელისუფლება უნდა გადაწყვეტოს. ეს პოლიცია მის ხელშიც მსხვერპლი აღმოჩნდეს და ამის გამო მთელი საზოგადოება მსხვერპლი აღმოჩნდეს, თუ საბოლოოდ მას უნდა რომ საზოგადოება იყოს დაცული. კი ბატონო, წარმატებული ინსტიტუცია უკვე გვაქვს და გვექნება უკეთესი. ანუ თქვენ უხდით მადლობა პატრონს, ესე რომ ვთქვათ, ემხრებით. ყოველთვის. ქალბატონო ეკა, თქვენ არ უხდით მადლობა. არა თუ მადლობას არ უხდი, არამედ გეუბნებით, რომ ეს არის აი ის საკითხები, რაზეც ვისაუბრე, იყო ყველაზე მე თქვენ გიხდით ამ შემთხვევაში მადლობას იმისთვის, რომ მობრძანდით და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. საპოლიციო რეფორმა და ესე რომ ვთქვათ,
პოლიციის სისტემა ეს არაერთხელ ყოფილა საზოგადოების განაჩენის საგანი და იქნება ვიდრე არ მივიღეთ ასე ვთქვათ მიახლოებულ სრულყოფილ მოდელს, ასე რომ ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონ ეკასაც გამოიცლება არგუმენტები და ქალბატონ ქეთისაც ექნება. მე ვისურვებდი, რომ გამომეცალოს არგუმენტები. ვისურვოთ ყველამ ეს. დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით. ქეთი გაბიანი, ეკაბესელია ჩვენი გადაცემის სტუმრები. ზუსტად 9 საათზე თქვენ გელოდებათ მაესტრო სახალი ამბები მაკაცინცაძესთან ერთად 10 საათზე პირდაპირ საუბარი და ეკა ბერიძის სტუმრები იქნებიან კახა კუკავა, ნინო დანელია, მე ხვალ 8 საათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.